წყნარი ოკეანის შუაგულში მდებარეობს ადგილი, რომელიც თითქოს თანამედროვე სამყაროსგან განცალკევებით არსებობს. ირგვლივ 1000-ობით კილომეტრზე მხოლოდ წყალს ნახავთ. ეს კუნძული რაპანუია, ცნობილი როგორც აღდგომის კუნძული. ერთი შეხედვით ის შეიძლება უბრალო ადგილად მოგეჩვენოთ, მაგრამ რაც უფრო დიდხანს დააკვირდებით და რაც მეტად შეისწავლით მის ისტორიას, ნათელი ხდება, რომ რაპანუი ერთი ჩვეულებრივი ადგილი არაა. რაპანუის ისტორია გაფრთხილებას ჰგავს, სწორედ იმ გაფრთხილებას, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ეს კუნძული დედამიწაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ დასახლებულ პუნქტად ითვლება. უახლოეს კონტინენტამდე მანძილი 3500 კილომეტრზე მეტია. თვითმფრინავების, თანამგზავრებისა და გლობალური კომუნიკაციების ეპოქაშიც კი ეს კუნძული ყველაფრისგან წარმოუდგენლად შორსაა. საუკუნეების წინ აქ განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა. ადამიანებმა ქვის მასიური ქანდაკებები ააშენეს, განავითარეს საზოგადოება და შექმნეს ძლიერი ტრადიციები, თუმცა საბოლოოდ ისინი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდნენ და სამწუხაროდ მათ ამ კოლაფსთან გამკლავება ვერ შეძლეს. რაპანუი მცირე ზომის კუნძულია, მისი ფორმა სამკუთხედს წააგავს. სამი ჩამქრალი ვულკანი მის კიდეებს ბუნებრივი საზღვრის მსგავსად აღნიშნავს. ამ ვულკანებმა კუნძულის ბედის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მათ კრატერებში მუდმივად მტკნარი წყალი გროვდებოდა, რაც ოკეანის შუაგულში იშვიათი და ძვირფასი რესურსი იყო. ამავდროულად ვულკანური ქვა საკმარისად რბილი იყო, რაც ადამიანებს მისგან უზარმაზარი ქანდაკებების შექმნის საშუალებას აძლევდა, მაგრამ სანამ ქანდაკებები გამოჩნდებოდა, ადამიანებს ჯერ ამ კუნძულამდე უნდა მიეღწიათ. თანამედროვე კვლევის თანახმად, ადამიანები პირველად აქ დაახლოებით მე-13 საუკუნეში გამოჩნდნენ. რუკების, კომპასებისა და იმის ცოდნის გარეშე არსებობდა თუ არა მათ წინ მიწა, ეს ადამიანები ღია ზღვაში შევიდნენ და უკან აღარასდროს დაბრუნებულან. ზუსტად როგორ მიაღწიეს ამ ადგილამდე ადამიანებმა ჯერ კიდევ საკამათოა, მაგრამ კვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ მათ არაჩვეულებრივი საზღვაო უნარები ჰქონდათ. ისინი ვარსკვლავებს კითხულობდნენ, მიჰყვებოდნენ ოკეანის ტალღებს და ეყრდნობოდნენ თაობებით გადმოცემულ ცოდნას. თუმცა ამ ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ეს კუნძული მათ შთამომავლებს დიდ უბედურებას მოუტანდა. როდესაც პირველად კუნძულზე ადამიანებმა ფეხი დადგეს, რაპანუი ხშირი დღეებით იყო დაფარული. თავიდან ის იდეალურ ადგილს ჰგავდა, სადაც ცხოვრება ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეიძლებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის უკან იმალებოდა პრობლემა, რომლის დანახვა ან გაგება იმ მომენტში არავის შეეძლო. კუნძული ძალიან პატარა იყო, ხოლო მის გარშემო სხვა მიწა უბრალოდ არ არსებობდა. დროთა განმავლობაში რაპანუის მოსახლეობა გაიზარდა. პატარა დასახლებები სოფლებად გადაიქცა. სოფლები კი ორგანიზებულ თემებად. ამ თემებმა ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომელსაც საკუთარი წესები და კანონები ჰქონდა. ამ საზოგადოების სათავეში მყოფი ლიდერები რესურსებს განაგებდნენ და წესრიგის შენარჩუნებას ცდილობდნენ, მაგრამ მცირე ზომის იზოლირებულ კუნძულზე ხელისუფლების შენარჩუნება მარტივი არასდროს ყოფილა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რესურსები მცირდება. სწორედ ამ დროს ჩნდება ქვის ქანდაკებებიც, რომლებსაც მოგვიანებით მოაი უწოდეს. დღეს მათ შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. რაპანუის მოსახლეობისთვის ისინი მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ქანდაკებები ძლიერ წინაპრებს განასახიერებდნენ. მათი რწმენით, სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილი ბელად ისულს კლანის დაცვა იმ შემთხვევაში შეეძლებოდა, თუ მას ფიზიკური ფორმა ექნებოდა. რაც უფრო დიდი და შთამბეჭდავი იყო ქანდაკება, მით უფრო ძლიერი ხდებოდა მის უკან მდგომი ოჯახის ან კლანის სტატუსი და გავლენა. ის, რაც წმინდა ტრადიციად დაიწყო, ნელ-ნელა ინტენსიურ კონკურენციაში გადაიზარდა. თითოეულ ჯგუფს უფრო მეტი და რაც შეიძლება დიდი ზომის ქანდაკება სურდა. ქანდაკებები ვულკანურ კლდეში მარტივი ქვის იარაღების გამოყენებით იკვეთებოდა. ერთი ქანდაკების შექმნას ზოგჯერ 10 წლეულებიც კი სჭირდებოდა, თუმცა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა კუნძულზე მისი გადატანა იყო, რადგანაც ზოგიერთი ქანდაკება რამდენიმე ტონას იწონდა. ერთი ქანდაკების გადასატანა დათობით, ზოგჯერ კი ასობით ადამიანის ერთდროული მუშაობა იყო საჭირო. ყოველი ახალი ქანდაკების შექმნა კუნძულზე არსებულ რესურსებს კიდევ უფრო მეტად ამცირებდა. მოჭრილი ხეები არა მხოლოდ ქანდაკებების გადასატანად, არამედ სახლებისა და ყოველდღიური საჭიროებების შესაქმნელადაც გამოიყენებოდა. თავიდან საფრთხეს თითქმის ვერავინ ხედავდა, თუმცა ხეების გარეშე დარჩენილმა ნიადაგმა ბუნებრივი დაცვა დაკარგა. ძლიერი ქარის გამო მიწის ეროზია დაიწყო. მოსავალი კი ნელ-ნელა შემცირდა. მნიშვნელოვნად შემცირდა თევზჭერაც, რადგანაც ნავების დასამზადებლად საჭირო რესურსი უბრალოდ აღარ არსებობდა. მალევე საკვების ძლიერი დეფიციტი დაიწყო, ხოლო გადარჩენა კიდევ უფრო გართულდა. რესურსების დეფიციტის გამო კლანებს შორის დაძაბულობა გაიზარდა. მიწის, წყლისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად კონფლიქტები გახშირდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ქანდაკებების განადგურებაც დაიწყეს. წმინდა სიმბოლოები, რომლებიც ოდესღაც საზოგადოებას აერთიანებდა, ახლა შურისა და ზიზღის სიმბოლოებად იქცა. როდესაც რაპანუი ამ ყველაფრის წინაშე აღმოჩნდა, რაიმე შეცვლა უკვე გვიანი იყო და სწორედ ამ დროს ჰორიზონტზე სრულიად ახალი საფრთხე გამოჩნდა. მე-18 საუკუნეში კუნძულის იზოლაცია სამუდამოდ დაირღვა. უცხო გემებს თან ის ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებსაც კეთილი განზრახვები ნამდვილად არ ამოძრავებდათ. პირველად კუნძულზე ევროპელები აღდგომის კვირაში გამოჩნდნენ. სწორედ ამიტომაც ეწოდა მას აღდგომის კუნძული. ამ დროს
რაპანუის მაცხოვრებლები უკვე ბრძოლისაგან დაღლილები და საკმაოდ დასუსტებულები იყვნენ. თუმცა ყველაზე დიდი კატასტროფა ჯერ კიდევ წინ იყო. შემდგომ ათწლეულებში უცხოელი ვიზიტორები კუნძულზე ხშირად ბრუნდებოდნენ. 19 საუკუნის შუახანებში ასობით კუნძულის მკვიდრი რაპანუიდან უკეთესი ცხოვრების საძებნელად წავიდა, მაგრამ ისინი მოგვიანებით მონებად გაყიდეს. უკან დაბრუნება მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო. მათთან კუნძულისთვის აქამდე უცნობი დაავადებები მოიტანეს. იმუნიტეტის გარეშე მთელი ოჯახები და თემები ნადგურდებოდა. 19 საუკუნის დასასრულს რაპანუის მოსახლეობა გადაშენების პირას იდგა. მალევე კუნძულის ანექსია ჩილემ მოახდინა და ასე მოვიდა ის დღევანდელობამდე. დღეს რაპანუი მივიწყებული ადგილი აღარაა, თუმცა ის კვლავ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ადგილად რჩება. ოფიციალურად კუნძული ჩილეს ეკუთვნის, მაგრამ კულტურული თვალსაზრისით ის საკუთარი რიტმითა და ტრადიციებით ცხოვრობს. კუნძულზე მხოლოდ ერთი ქალაქია. დღეს რაპანუიზე დაახლოებით 6000 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის თითქმის ნახევარი კუნძულის თავდაპირველი მაცხოვრებლების შთამომავლები არიან. გარესამყაროსთან კავშირი კვლავ უკიდურესად შეზღუდულია. აქ რეგულარულ სამგზავრო გემებს ვერ სადნახავთ. მატავერის აეროპორტი კუნძულსა და გარესამყაროს შორის მთავარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. კუნძულის ეკონომიკა თითქმის მთლიანად ტურიზმზეა დამოკიდებული. შემოსავლების 90%-ზე მეტი იმ ვიზიტორებისგან მოდის, რომლებიც მთელი მსოფლიოდან მოაის, ვულკანებისა და უსასრულო წყნარი ოკეანის სანახავად ჩამოდიან. თუმცა მსგავსი პოპულარობა გარკვეულ გამოწვევებთანაცაა დაკავშირებული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ყოველწლიურად აქ მხოლოდ რამდენიმე ათასი ტურისტი ჩამოდიოდა. დღეისათვის მათი რიცხვი საკმაოდ გაზრდილია. ასეთი პატარა და მყიფე კუნძულისთვის ტურისტთა დიდი რაოდენობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კუნძულის ინფრასტრუქტურა დატვირთვას ვერ უძლებს, ამიტომაც ადგილობრივები შიშობენ, რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს. შედეგად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრი რეგულაციები შემოიღო. ვიზიტორებს ახლა კუნძულზე მხოლოდ შეზღუდული დროით დარჩენა შეუძლიათ. კუნძულზე მოხვედრამდე მათ ორმხრივი ბილეთი და სასტუმროს ჯავშანი უნდა წარადგინონ. ეს ზომები როგორც გარემოს, ასევე ადგილობრივი კულტურის დასაცავადაა შექმნილი. რაპანუი მხოლოდ წარსულის ისტორია არაა, ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრება კვლავ გრძელდება. აქ ადამიანები უნიკალურ ენაზე საუბრობენ, პატივსცემენ საკუთარ ტრადიციებს და აქტიურად იცავენ მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას. მსოფლიოს დასალიერში ქვის გიგანტებსა და ძლიერი ოკეანის დინებებს შორის მდებარე ეს კუნძული ამტკიცებს, რომ ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი ადამიანებს გადარჩენა ყოველთვის შეუძლიათ.